შესაძლებელია თუ არა მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში. ამ კვირაში გავრცელდა ახალი ამბავი, რომელიც ამბობს, რომ შესაძლოა ეს შესაძლებელია. და ალბათ ეს წაგიკითხავთ, როგორც კიდევ ერთი ნავთობის ამბავი, მაგრამ სინამდვილეში ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ ფინანსური განცხადება. ცვლილება მოდის ახლო აღმოსავლეთში და ამას ირანთან რეალურად არაფერი აქვს საერთო. ეს არის მირა კეშონის JNS TV. მოდით პირდაპირ გადავიდეთ თემაზე. 2026 წლის 1 მაისს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ოფიციალურად დატოვა ოპეკი 59 წლიანი წევრობის შემდეგ. ეს ძალიან დიდი ამბავია. იმის გასაგებად თუ რატომ მოხდა ეს, უნდა დავიწყოთ თავიდან. რადგან ოპეკი ერთ-ერთი იმ ორგანიზაციათაგანია, რომლის შესახებაც თითქმის ყველას სმენია, მაგრამ უმეტესობას ნამდვილად არ ესმის, რას წარმოადგენს იგი. ოპეკ ნიშნავს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას. ის დაარსდა 1960 წელს 5 წევრი ქვეყნის მიერ: ერაყი, ირანი, ქუვეითი, საუდის არაბეთი და განსაკუთრებით ვენესუელა. საწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ არაბული ორგანიზაცია არ არის. ეს ნავთობის ორგანიზაციაა და ეს განსხვავება დიდ მნიშვნელობას ატარებს, მაგრამ ამაზე ცოტა ხანში დავბრუნდებთ. ოპეკის ოფიციალურად გამოცხადებული მიზანია წევრი ქვეყნების ნავთობის პოლიტიკის კოორდინაცია და გაერთიანება და საუკეთესო გზების განსაზღვრა მათი ინტერესების ინდივიდუალურად და კოლექტიურად დაცვისთვის. რაც მარტივ ენაზე ნიშნავს, რომ ერთად ვწყვეთ, რამდენ ნავთობს ვაწარმოებთ თითოეული ჩვენგანი, რათა შევძლოთ გლობალური ფასის კონტროლი ისე, რომ ეს ჩვენთვის იყოს სასარგებლო. ჩვენ, ანუ ოპეკის ქვეყნებისთვის. როგორ მუშაობს ეს? ნავთობი ისაა, რასაც ეკონომისტები საქონელს უწოდებენ. მასალას, რომელიც არსებითად ყველგან ერთნაირია, სადაც არ უნდა იყიდო, მაგალითად ხორბალი ან ოქრო. ამიტომ მისი ფასი გლობალურად ყალიბდება მიწოდებისა და მოთხოვნის მიხედვით. თუ ბაზარზე ბევრი ნავთობია, ფასები იკლებს. თუ ბაზარზე ნაკლები ნავთობია, ფასები იზრდება. მაგრამ ნავთობი მხოლოდ ენერგიის წყარო არ არის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური საქონელი მთელ გლობალურ ეკონომიკაში. ნავთობი გამოიყენება პლასტმასაში და სასუქებში, ფარმაცევტულ პროდუქტებში და ის ამოძრავებს გემებს, რომლებიც ყველა პროდუქტს სხვაზე გადაჰყავს. ის ამუშავებს ქარხნებს, რომლებიც აწარმოებენ ყველაფერს, რაც თქვენ გეკუთვნით. და როცა ნავთობის ფასები იზრდება, წარმოებისა და ტრანსპორტირების ხარჯი თითქმის ყველაფერზე იზრდება. ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა, რომ ყველაფერი გაძვირდეს და ეკონომიკური ზრდა მთელ პლანეტაზე ერთდროულად შენელდეს. ასე რომ, თუ თქვენ ფლობთ ამ საქონლის ნავთობისა, დობისა და გაზის უზარმაზარ მარაგებს, თქვენ დაქვთ განსაკუთრებული ძალა. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ერთად იმოქმედებთ. თუ ყველა ინდივიდუალურად აწუდის იმდენს, რამდენიც სურს, ბაზარი ივსება, ფასები ეცემა და ყველა ნაკლებ ფულს იღებს. ეს არის ლოგიკა ოპეკის უკან. თუ ერთად აწარმოებთ, ერთად ზღუდავთ, ერთად ადგენთ ფასს და ერთად იღებთ მოგებას, მისი დამფუძნებელი წევრები ერთად აკონტროლებდნენ მსოფლიო ნავთობის წარმოების დაახლოებით ნახევარს. რაც ნიშნავდა, რომ თუ ისინი წარმოების შემცირებაზე შეთანხმდებოდნენ, გლობალურ ფასს მნიშვნელოვნად შეცვლიდნენ. მთელ გლობალურ ეკონომიკაზე უზარმაზარი ბერკეტი. და ეს კარტელის ხელშია. ოპეკი. ნახეთ, ეს კარტელი ყოველთვის განსაკუთრებით საყვარელი არ არის და წლების განმავლობაში მას სერიოზული დარტყმები მიუღია. პირველი დარტყმა შეერთებული შტატებიდან მოვიდა, სადაც 2000-იან წლებში ამერიკულმა ენერგოკომპანიებმა სრულყოფილად აითვისეს ფრეკინგი. ტექნოლოგია, რომელიც ღრმა მიწისქვეშა ქანებს გახლეჯს, რათა იქ გამომწყვდეული ნავთობი და გაზი გაათავისუფლოს. შედეგად მივიღეთ ენერგეტიკული რევოლუცია, რომელმაც შეერთებული შტატები დედამიწის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობწარმოებად აქცია. უფრო დიდადაც კი ვიდრე საუდის არაბეთი და რეალურად ვიდრე რუსეთი. პასუხად ოპეკმა 2016 წელს გადაწყვიტა გაფართოება და ჩამოყალიბდა ოპეკ პლუსი, რომელშიც 10-ობით დამატებითი ქვეყანა, განსაკუთრებით კი რუსეთი, ჩართეს, რათა ერთად შეეთანხმებინათ წარმოების შემცირება. ეხლა თქვენ გაქვთ რუსული და არაბული ქვეყნები გაერთიანებული ნავთობის გარშემო დასავლეთის ნახევარსფეროს წინააღმდეგ. მეორე დიდი დარტყმა იყო 2019 წელს, როდესაც კატარმა გადაწყვიტა ოპეკის დატოვება. და შემდეგ მესამე დიდი დარტყმა იყო, მაშინ როდესაც შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ამ წლის დასაწყისში ხელისუფლებიდან გადააყენა. და ვენესუელა ოპეკის 5 დამფუძნებელი წევრიდან ერთ-ერთია და მსოფლიოში ყველაზე დიდი დადასტურებული ნავთობის მარაგები აქვს. ამიტომ ვენესუელა ახლა, გარკვეულწილად ვაშინგტონთან დაახლოებული, თანდათან ამ ალიანსს ავითარებს და წარმოადგენს გრძელვადიან საფრთხეს საუდის არაბეთისა და რუსეთის წარმოების კოორდინაციისთვის, რომელმაც ბოლო 10 წლეულის განმავლობაში განსაზღვრა გლობალური ნავთობის ბაზრები. იმ დროისთვის, როცა არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ კვირაში გამოვიდა, ოპეკი უკვე სამივე მხრიდან ერთდროულად იყო ალყაში მოქცეული. არაბთა გაერთიანებული საამიროების გასვლა ოპეკის დასასრულის დასაწყისი არ არის. ეს შეიძლება ოპეკის დასასრულის დასასრული იყოს. და ეს მხოლოდ საამიროები არ არის, ვინც მარტო მოქმედებს. როცა ერთი ნაბიჯით უკან დაიხებს და შეხედავთ, თუ როგორ მოახერხა შეერთებულმა შტატებმა გლობალურ ნავთობის ბაზარზე გავლენის მოპოვება, სურათი ძალიან მნიშვნელოვნად გამოიყურება, რადგან ამერიკა უკვე მსოფლიოს უდიდესი ნავთობის მწარმოებელია და ვენესუელაზე გავლენა კიდევ უფრო გააღრმავა.
და ეხლა მის ერთ-ერთ ყველაზე ახლო არაბ პარტნიორს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც, ოპეკი დატოვა, რათა თავისი წარმოების სტრატეგია ამერიკის ეკონომიკურ ინტერესებს შეუსაბამოს. არაბთა გაერთიანებული საამიროები, ანუ AKS. მათ ოპეკი დატოვეს. რას ფიქრობ ამაზე? ASEAN-ში არაბთა გაერთიანებული საამიროები და ვენესუელა ერთად წარმოადგენენ ნავთობის წარმოებისა და მარაგების ისეთ ბაზას, რომელიც უკვე აჭარბებს ყველაფერს, რასაც ოპეკის დარჩენილი წევრები შეძლებენ. ჩვენ არ ვაპირებთ თავი მოვიტყუოთ, თითქოს ეხლა ზუსტი გაყოფაა რუსეთსა და საუდის არაბეთს, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და დასავლეთს შორის, მაგრამ რაღაც მართლაც სერიოზული იცვლება. ბაზარი კვლავ მერყევი და ღრმად ურთიერთდაკავშირებული რჩება. მაგრამ პირველად 1960-იანი წლების შების შემდეგ ტენდენციები მკვეთრად შორდება ამ კარტელს, რომელიც ნავთობის ფასებს აკონტროლებს და უფრო დასავლეთზე ორიენტირებული ენერგეტიკული წესრიგისკენ მიდის. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, თუნდაც მის სრულად განხორციელებას წლები დასჭირდეს. მაგრამ იმის გასაგებად, თუ რატო არის ეს მნიშვნელოვანი, უნდა გაიგოთ ისიც, რომ ოპეკი ყოველთვის ეკონომიკურ ორგანიზაციად იყო აღწერილი. უმეტესად ტერმინები, რომლებსაც აქამდე ვიყენებდით, ფინანსური იყო. მაგრამ ძალიან ადრეული პერიოდიდანვე ის რეალურად პოლიტიკური იარაღის სახით გამოიყენებოდა. და ამაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი არსებობს, რომლებიც ორივე გამოყენებული იყო დასავლეთის ინტერესების შესასუსტებლად იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც საერთოდ არ არიან დასავლეთის ინტერესებთან შეთანხმებულნი. ანუ არაბული ქვეყნები. 1973 წლის ოქტომბერში ეგვიპტემ და სირიამ მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს ისრაელზე, იომ კიპურზე, ებრაული კალენდრის ყველაზე წმინდა დღეს. და ეს ისრაელის სრულიად მოუმზადებლად დაატყდა თავს. შემდეგ მოხდა ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი ომი, რაც კი ოდესმე ისრაელს ქონია. მაგრამ სამ კვირაში ისრაელმა გადაკვეთა სუეცის არხი, ალყაში მოაქცია ეგვიპტის არმიადან, ომის მსვლელობა შეცვალა. ისეთი გადამწყვეტი იყო ისრაელის გამარჯვება, რომ შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს მოუწია ჩარევა და ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკება, სანამ ისრაელის სრულ გამარჯვებას მიაღწევდა. ისრაელმა გაიმარჯვა. არაბული არმიები დამარცხდნენ. მაგრამ ოპეკის არაბმა წევრებმა, საუდის არაბეთმა, ქუვეითმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კატარმა, ლიბიამ, ერახმა და ალჟირმა გადაწყვეტეს, რომ დამარცხებაზე მათი პასუხი იქნებოდა ეკონომიკური ომი დასავლეთის წინააღმდეგ. მათ გამოაცხადეს ნავთობის ემბარგო, შეერთებული შტატების, კანადის, იაპონიის, ნიდერლანდებისა და გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ. ყველა იმ ქვეყნის, ვინც ისრაელს უჭერდა მხარს, წერდა მხარს და შეამცირეს ნავთობის წარმოება თვეში 5%-ით, სანამ მათი პოლიტიკური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. შედეგი კატასტროფული იყო. ნავთობის ფასები თითქმის 4-ჯერ გაიზარდა ერთ ღამეში. შეერთებულ შტატებში ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები კვარტალს უვლიდა. ხალხი საათობით ელოდა, რომ ბენზინი ჩაესხა. სანომრე ნიშნის მიხედვით კი ან კენდ, ან ლუდს დღეებში შეეძლოთ ამის გაკეთება. ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა. ეკონომიკური ზრდა კი სტაგფლაციაში გადაიზარდა. ერთდროულად მაღალი ინფლაცია და ეკონომიკური სტაგნაცია. დასავლეთის ეკონომიკებს წლები დასჭირდათ სრულად აღსადგენად. საბოლოოდ არაბებმა ვერ შეძლეს თავიანთი ძირითადი პოლიტიკური მოთხოვნების მიღწევა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ოპეკის იმ ქვეყნებს, რომლებსაც დიდი მოსახლეობა ჰყავდათ, უსასრულოდ ვერ შეეძლო წარმოების შემცირება. თუმცა ნავთობის მაღალი ფასები ემბარგოს დასრულების შემდეგაც დიდხანს შენარჩუნდა. იაფი და სტაბილური ენერგიის ეპოქა, რომელმაც ომის შემდგომი დასავლეთის ეკონომიკური ბუმი უზრუნველყო, ახლა დასრულდა. და ეს იმიტომ მოხდა, რომ ოპეკმა გადაწყვიტა ნავთობის ძალა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა. მათ ნავთობის კონტროლი იარაღად გამოიყენეს, რათა მსოფლიო დაესაჯათ იმის გამო, რომ ისრაელმა ომი მოიგო. და ბევრ შემთხვევაში ესე გაგრძელდა კიდეც. 2022 წელს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და გახსოვდეთ რუსეთი ოპეკ პლუსის წევრია, დასავლეთმა სასწრაფოდ დაიწყო სანქციების დაწესება. ოპეკმა გადაწყვეტა საპასუხოდ შეემცირებინა წარმოება, რის შედეგადაც ფასები მაღალ დონეზე დარჩა სწორედ იმ დროს, როცა დასავლეთს მათი დაგლება სჭირდებოდა, რათა ეკონომიკური ზეწოლა მოსკოვზე შეენარჩუნებინა და ომი შეეჩერებინა. ოპეკი მოქმედებდა როგორც მექანიზმი, რომელიც დასავლეთის საგარეო პოლიტიკის მიზნისთვის ხელის შეშლას ემსახურებოდა. ზუსტად ისე, როგორც 1973 წელს. კარტელის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ყოველთვის ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული. და ეს ინტერესები ყოველთვის არ ემთხვეოდა დემოკრატიული სამყაროს ინტერესებს. სწორედ ეს შეუსაბამობაა ნაწილობრივ მიზეზი იმისა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები 59 წლის შემდეგ ტოვებს ორგანიზაციას. რადგან ურთიერთობა ძალიან დიდი ხანია სულ უფრო არასასიამოვნო ხდება. თუმცა იმის გასაგებად, თუ რატო გახდა ეს ურთიერთობა არასასიამოვნო, უნდა გაიგოთ რა არის სინამდვილეში არაბთა გაერთიანებული საამიროები. არაბთა გაერთიანებული საამიროები არის 7 ემირატის ფედერაცია, რომლებიც 1971 წელს ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდნენ. და ოპეკის წევრობა ავტომატურად მოხდა ამას, რადგან ერთ-ერთი ემირატი უკვე იყო ოპეკის წევრი. ეს სხვა დროისთვის დასატოვებელი ამბავია, მაგრამ აი რა განასხვავებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს თითქმის ყველა სხვა ოპეკის წევრისგან. ბოლო 3 წლების განმავლობაში არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, განსაკუთრებით დუბაიმ, მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება შეექმნა ეკონომიკა, რომელიც პირველ რიგში ნავთობზე არ იქნებოდა დამოკიდებული.
მათ უზარმაზარი ინვესტიციები ჩადეს ტურიზმში, ფინანსურ სერვისებში, ვაჭრობაში, უძრავ ავქანებაში, ტექნოლოგიებში, ლოგისტიკაში. და შედეგი ის არის, რომ დღეს დუბაი ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია დედამიწაზე, სადაც მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტი, გლობალური ფინანსური ცენტრი და ადგილი, სადაც 200-ზე მეტი ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ და მუშაობენ. დუბაიში მათ იზიდავს დაბალი გადასახადები, ბიზნესისთვის ხელსაყრელი წესები და ცხოვრების ხარისხი, რომელიც კონკურენციას უწევს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილს, თუ არა უკეთესაც კი. ეს ნიშნავს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული გლობალურ ეკონომიკურ ზრდასთან, ვიდრე ერთი ბარელი ნავთობის ფასთან. და ეს ქმნის ფუნდამენტურ ინტერესთა კონფლიქტს საუდის არაბეთთან, რომელსაც დივერსიფიცირებული ეკონომიკა არ აქვს და მთავრობის დაფინანსებისთვის ნავთობის შემოსავალზეა დამოკიდებული, ეროვნული ბიუჯეტის დაბალანსებისთვის კი ბარელზე დაახლოებით $80 მაღალ ფასს საჭიროებს. თუ ყურადღებით აკვირდებოდით, არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ოპეკის დატოვება მათ ქმედებებში წლების განმავლობაში იკითხებოდა. მათ $150 მილიარდი დააბანდეს ნავთობის მოპოვების სიმძლავრის გაზრდაში, 4.8 მილიონ ბარელამდე დღეში. რატო გააკეთებდნენ ამას? თუ ოპეკის კვოტების სისტემის მიხედვით, მათ მხოლოდ 3.2 მილიონი ბარელის წარმოების უფლება აქვთ დღეში. 30%-იანი სხვაობა იმაზე, რაც შეუძლიათ და იმაზე, რაც ნებადართული აქვთ, ყოველდღიურად უზარმაზარ თანხას აკარგვინებს. და მათ ასე უნდა მოიქცნენ, რადგან ოპეკის კარტელმა ასე თქვა. დაძაბულობა წლების განმავლობაში გროვდებოდა და არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოსავალს ეძებდა. და შემდეგ დაიწყო ომი ირანთან. 2026 წლის 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე კოორდინირებული იერიშები მიიტანეს ოპერაცია ეპიკური რისხვის ფარგლებში. მაგრამ ირანმა ძირითადად არ უპასუხა ისრაელსა და ამერიკას. ირანის ყველაზე ძლიერი საპასუხო დარტყმა მრავალი თვალსაზრისით მიმართული იყო სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებზე. იმავე ქვეყნებზე, რომლებმაც წლები გაატარეს ირანთან დიპლომატიური ხიდების აგებაში, მოლაპარაკებების მასპინძლობაში, ფარული არხების მოლაპარაკებების ხელშეწყობაში და მათთან ნორმალიზაციის შეთანხმებების ხელმოწერაში. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თეირანში თავისი საელჩო ხელახლა გახსნა და ირანთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები შეინარჩუნა. ნაწილობრივ როგორც ნამდვილი დიპლომატიური ძალისხმევა, ნაწილობრივ კი როგორც ერთგვარი დაზღვევა სახიფათო მეზობლობაში, რადგან მათ ირანი სჭირდებათ ნავთობის ექსპორტისთვის. საუდის არაბეთმაც 2023 წელს ჩინეთის შუამავლობით ირანთან სრული დაახლოების შეთანხმებას მოაწერა ხელი. ქატარი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირ ბირთვულ მოლაპარაკებებს მასპინძლობდა, მაგრამ ირანმა მაინც დაბომბა ყატარი. ომის პირველ დღეებში ირანმა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებზე თითქმის 2-ჯერ მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, ვიდრე ისრაელის მიმართულებით. ქვეყანა, რომელსაც ირანი თავის მთავარ მტრად აცხადებდა. საუდის არაბეთის უდიდესი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა ცეცხლში გაეხვა. ირანმა 527 ბალისტიკური რაკეტა და 2000-ზე მეტი დრონი გაუშვა 9 აპრილამდე. ეს წარმოუდგენელია. და ეს მხოლოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე. მათ მოკლეს 13 ადამიანი და ჭრეს 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც სხვადასხვა ეროვნების იყვნენ. იმ ქვეყანაში, რომელსაც ირანზე თავდასხმებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ისრაელთან მშვიდობის შეთანხმება ჰქონდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, პალმ ჯუმეირას სასტუმროები დაიბომბა. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი რამდენჯერმე გახდა სამიზნე. ყატარის ობიექტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი თხევადი ბუნებრივი აირის საწარმოოა, დაიბომბა. და Qatar Energy მთლიანად შეაჩერა თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება ამის შემდეგ. შემდეგ ირანმა ფაქტობრივად დახურა ჰორმუზის სრუტე. რაც გვიყვანს ამ ამბის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გეოგრაფიულ წერტილთან. ალბათ უკვე გსმენიათ ამ სრუტის შესახებ, მაგრამ მათთვის, ვისაც არ სმენია, ის მდებარეობს ირანსა და ომანს შორის. ჩრდილოეთით ირანია, სამხრეთით კი ომანი. და ყველაზე ვიწრო ადგილას მისი სიგანე მხოლოდ 21 მილია. დედამიწაზე მოხმარებული ნავთობისა და გაზის 20%, დაახლოებით 21 მილიონი ბარელი ნავთობი დღეში, სწორედ ამ სრუტით გადის. საუდის არაბეთიდან, ერაყიდან, ყატარიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, აზიის, ევროპის და სხვა ბაზრებამდე. როდესაც ირანმა შეზღუდა მოძრაობა სრუტაში, მან სრულად არ დახურა იგი, მაგრამ ამის საჭიროებაც არ იყო. მან იმდენად შეზღუდა მოძრაობა, რომ გემებისთვის სადაზღვეო ხარჯები მკვეთრად გაიზარდა. მრავალი საზღვაო კომპანია მთლიანად შეცვალა მარშრუტი და ნავთობის ეფექტური ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ნავთობის ფასებმა ზრდა დაიწყო. ფასმა ბარელზე $110 გადააჭარბა. შეერთებულ შტატებში ბენზინის ფასმა გალონზე $4 გადააჭარბა. გლობალურმა ეკონომიკამ სერიოზული ზეწოლა იგრძნა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ალტერნატივა აქვს. ისინი აშენებენ მილსადენს თავიანთ პორტში ფუჯეირაში, რომელიც ომანის ყურეში სრუტის გარეთ მდებარეობს. მაგრამ ამ მილსადენს დღე-დღეში მხოლოდ დაახლოებით 1.7 მილიონი ბარელის გადაზიდვა შეუძლია. მაშინ როცა მათი მიზანია დღეში 5 მილიონი ბარელის წარმოება. ამიტომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთდროულად ორივე მხრიდან შეზღუდული აღმოჩნდა. ერთი მხრივ კარტელი ეუბნება, რომ მეტი ვერ აწარმოონ, ხოლო მეორე მხრივ ირანი მათ საექსპორტო მარშრუტებს ახშობს. პრობლემები, რომელთა მოსვლაც წინასწარ იცოდნენ.
სწორედ ასე და ამ დროს მიიღეს გადაწყვეტილება. ეხლა ოპეკიდან გასვლის დრო საკმაოდ გონივრულია. სრუტე ისე შეზღუდულია, ომი ტექნიკურად ისე უგრძელდება, ფასები მერყეობს და არავინ მიუთითებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე როგორც პასუხისმგებელზე. მაგრამ რაც ამაში ნამდვილად საინტერესოა ისაა, რომ ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელსაც არსებული სიტუაციის მიხედვით იღებ, რადგან ეს მოკლევადიანი გადაწყვეტილება არ არის. სინამდვილეში ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებ იმის ცოდნით, როგორი იქნება სიტუაცია 6 თვეში ან რამდენიმე წელიწადში. რას გულისხმობ ამაში? არაბთა გაერთიანებული საამიროების ოპეკიდან გასვლა არის ფსონი, მაგრამ ეს არ არის ფსონი ერთ შედეგზე. ეს არის ფსონი იმაზე, რომ ირანის კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე დასრულდება. და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განიხილეს ამ შედეგის მიღწევის ორი ყველაზე რეალური გზა. საბოლოოდ ორივე შემთხვევაში კარდად არის პოზიციონირებული. პირველი გზა არის ის, რომ ირანის კონტროლი სრუტეზე დაინგრევა. იქნება ეს ამ ომის სამხედრო ზეწოლით, შიდა კოლაფსით თუ რეჟიმის ცვლილებით. იმ წამს, როცა ეს საფრთხე გაქრება, კომერციული გადაზიდვები განახდება, სადაზღვეო ხარჯები ნორმალიზდება და ჰორმუზის დერეფანი კვლავ გაიხსნება. ამ სცენარის მიხედვით არაბთა გაერთიანებული საამიროები მზად არიან დაუყოვნებლივ დაატბორონ ბაზარი, რადგან მათ აღარ შეაფერხებთ ოპეკის კვოტა და ნამდვილად შეძლებენ ეკონომიკის ზრდაში დახმარებას, როგორც ეს სურდათ. მეორე გზა არის მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმება. მაგრამ მაშინაც კი თუ ისლამური რესპუბლიკა გადარჩება, მსოფლიო უკვე იწყებს ამის გააზრებას. ყველა მსხვილმა ენერგომომხმარებელმა დედამიწაზე მწარე გაკვეთილი მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ გლობალური ნავთობის მიწოდების 20% ერთ ადგილზე იყოს კონცენტრირებული. თუ ეს ყველაფერი გადის ვიწრო გასასვლელზე, რომელსაც მტრული ძალა აკონტროლებს, ეს ნამდვილად სულელური იდეაა. ევროპა, აზია, შეერთებული შტატები ყველა ეძებს ალტერნატივებს და უკვე იწყებს მათი შექმნის პროცესს. ისინი შექმნიან მომარაგების წყაროებს, რომლებიც უბრალოდ არ იქნება დამოკიდებული ირანის კეთილნებაზე. არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელსაც უკვე აქვს მოქმედი ტერმინალი სრუტის გარეთ და მზად არის გაზარდოს წარმოების მოცულობა, ეძებს ამ ალტერნატივებს. და ისინი აცნობიერებენ, რომ ეს ისაა, რაც მათ მოუწევთ გააკეთონ და შეძლებენ გამოიყენონ. მათი მზადყოფნა დაატოვონ ოპეკი. გეუბნებათ, რომ ისინი ფიქრობენ, შემდგომი ეტაპი ახლოვდება და აპირებენ თავად განსაზღვრონ, როგორი იქნება ის. ეს ასევე რაც მთავარია, გეოპოლიტიკური განცხადებაა და არა მხოლოდ ეკონომიკური გადაწყვეტილება. იმის გასაგებად, რას აცხადებს არაბთა გაერთიანებული საამიროები, დააკვირდით იმ გადაწყვეტილებების ჯაჭვს, რაც მათ ბოლო 6 წლის განმავლობაში მიიღეს, რადგან თითოეული მათგანი წინა ნაბიჯზეა აგებული და ყველა ერთსა და იმავე მიმართულებას მიუთითებს. 2020 წელს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი მოაწერა აბრაამის შეთანხმებებს, რაც ისრაელთან ნორმალიზაციის შეთანხმებაა. ისინი იყვნენ პირველი სპარსეთის ყურის ქვეყანა, რომელმაც ეს გააკეთა. და ეს არ ყოფილა იმის გამო, რომ ამერიკამ მართლაც აიძულა ისინი. ისინი არამედ იმიტომ, რომ მათ სტრატეგიული გათვლა გააკეთეს, რომ ისრაელთან ურთიერთობა მათი ეროვნული ინტერესებისთვის იყო მნიშვნელოვანი. ისრაელის ტექნოლოგიებზე, დაზვერვაზე, თავდაცვის სისტემებზე წდომა და პირდაპირი არხი ვაშინგტონთან. რაც არც ერთ სხვა არაბულ სახელმწიფოს ამ ფორმით არ ჰქონდა. მათ ისრაელს შეხედეს როგორც პარტნიორს და არა მტერს და ეს საჯაროდ განაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო არაბ მეზობლებს შორის პოპულარულები არ იყვნენ. როდესაც ირანმა მათ დააბომბა, არაბთა გაერთიანებული საამიროები არ დაიხია უკან. მათ ირანისთვის ბოდიში არ მოუხდიათ, როგორც ამას ხშირად ვხედავთ, და არც კი უცდიათ ურთიერთობის აღდგენა. მათი პოზიცია კიდევ უფრო გაამყარეს. და ეხლა სამი თვე რაც ომი დაიწყო, ეხლა როცა ვიცით, რომ ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს თავდაცვის სისტემები გადასცა, მათ დატოვეს ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელიც ირანია, ორგანიზაცია, რომელიც 1973 წელს გამოიყენეს იმისთვის, რომ მსოფლიო დაესაჯოთ იმის გამო, რომ ისრაელმა ომი მოიგო. ორგანიზაცია, რომლის კვოტირების სისტემა ზღუდავდა მათ ეკონომიკას, მაშინ როცა ირანი ახშობდა მათ საექსპორტო მარშრუტებს. ირანი მათი მოკავშირე უნდა ყოფილიყო. და თუ ოპეკი არ ემსახურება მოკავშირეობას და ნავთობის ფასებზე კოორდინაციას, რა აზრი აქვს იქ ყოფნას? აბრაამის შეთანხმებები, ირანის აგრესიაზე პასუხი და ახლა ოპეკიდან ეს გამოსვლა. ესენი სხვადასხვა გადაწყვეტილებები არ არის. ეს ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მრავალჯერ მიიღეს სხვადასხვა ფორმით იმის შესახებ, თუ რა მიმართულებას ირჩევს არაბთა გაერთიანებული საამიროები. შეერთებული შტატებისკენ, ისრაელისკენ, ეკონომიკური ლიბერალიზაციისკენ, მომავლისკენ და მოშორებით არაბული სოლიდარობისგან, ანტიისრაელური ბლოკისგან, ირანისგან, ირანის გავლენისგან და ოპეკისგან. მაგრამ ეს ამბავი სრულიად მარტივი არ არის. მას აქვს უფრო რთული განზომილებაც, რომელსაც მხოლოდ ოპტიმისტური ხედვა სრულად ვერ ასახავს. არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოსვლა ოპეკიდან მხოლოდ ირანის გავლენის სფეროდან გასვლიდან გასვლა არ არის. ეს ასევე აშკარა და განზრახ დაშორებაა საუდის არაბეთისგან. და ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში სპარსეთის ყურის სტაბილურობის ქვაკუთხედი იყო, ეხლა სერიოზული დაძაბულობის ქვეშაა. რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ჯერ კიდევ სრულად განუჭვრეტელ შედეგებს იწვევს. ხედავთ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარმოებული თითოეული დამატებითი ნავთობის ბარელი ოდნავ ამცირებს გლობალურ ფასს. და ეს დაბალი ფასი პირდაპირ აზიანებს საუდის არაბეთის შესაძლებლობას დააბალანსოს თავისი ბიუჯეტი.
ოპეკიდან გასვლით და სრული სიმძლავრით ნავთობის წარმოების ვალდებულებით, არაბთა გაერთიანებული საამიროები საუდის არაბეთს ეუბნება. ჩვენ კიდევ უფრო გაგივრთულებთ ბიუჯეტურ მდგომარეობას. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა საუდის არაბეთი უკვე ფინანსურად წვალობს და უფრო მეტად უახლოვდება კატარის მიდგომებს, თუ მიხვდი ჩას გულისხმობ. სტრატეგიული განსხვავება აქ ნამდვილად რეალურია. არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად მოქმედებს. აბრაამის შეთანხმებები, ვაშინგტონთან ურთიერთობის გაღრმავება და ახლა უკვე ოპეკი. ეს ყველაფერი უფრო და უფრო დამამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე მიუთითებს, რომელიც ტრადიციულად აღარ გადის არაბულ ქვეყნებზე ისე, როგორც ადრე იყო ხოლმე სპარსეთის ყურის საგარეო პოლიტიკაში. ჩვენ ამ განხეთქილებაზე რამდენიმე თვის წინ JNS-ის ტელეშოუში ვიმსჯელეთ. ეს ჯერ კრიზისი არ არის, მაგრამ ვითარება სულ უფრო მძაფრდება და ეს ძალიან დიდი დაშორებაა ისლამისტური მოძრაობებისგან, რომლებთანაც საუდის არაბეთი ნელ-ნელა იწყებდა დაახლოებას. ნახეთ, ეს ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანი კრიზისი არ არის, მაგრამ ვითარება მძაფრდება. და ეს კიდევ ერთი ძალიან დიდი დაშორებაა არაბული ქვეყნის მხრიდან ისლამისტური მოძრაობებისგან, რომლებთანაც თავად საუდის არაბეთი ნელ-ნელა იწყებდა დაახლოებას. 10 წლეულების განმავლობაში დასავლური სამყარო, განსაკუთრებით კი ამერიკის მომდევნო ადმინისტრაციები, მოქმედებდნენ იმ ვარაუდით, რომ ახლო აღმოსავლეთი იყო ერთიანი ბლოკი, რომელიც ძირითადად ისრაელის წინააღმდეგოდ განისაზღვრებოდა. და ნებისმიერი არაბული ქვეყნისთვის ისრაელთან ურთიერთობის ფასი იქნებოდა პოლიტიკური იზოლაცია და რეგიონული გარიხვა. ამ ვარაუდზე დაყრდნობით ამერიკის პოლიტიკა ითხოვდა ისრაელის დათმობებს მიწაზე, დასახლებებზე, მოლაპარაკებებზე, როგორც ფასს იმისთვის, რომ მოეპოვებინათ ის, რასაც არაბულ კეთილგანწყობას უწოდებდნენ. თითქოს არაბული კეთილგანწყობა ერთი რამ იყოს, რომელსაც ერთი წყაროდან მიიღებდი. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დაამტკიცა, რომ ეს ჩარჩო გარკვეულწილად მცდარია. არაბული მსოფლიო მონოლითი არ არის. ეს არის სუვერენული სახელმწიფოების ერთობლიობა, სრულიად განსხვავებული ეკონომიკებით, ლიდერებით, ეროვნულ ინტერესებითა და მომავლის ხედვებით. და ან სახელმწიფოებიდან ზოგიერთმა, რომლებიც რეალურად წარმატებულები არიან, ინვესტიციებს იზიდავენ და რაღაცას აშენებენ, გადაწყვიტა, რომ მათი მომავალი უფრო პარტნიორობას ჰგავს ისრაელთან და ამერიკასთან, ვიდრე სოლიდარობას ისლამურ რესპუბლიკასთან. აბრაამის შეთანხმებები ამის ერთ-ერთი მტკიცებულება იყო. არაბთა გაერთიანებული საამიროების ქცევა ირანის ომის დროს მეორე მაგალითია, ხოლო ოპეკთან გასვლა მესამეა. და გარკვეულწილად ეს ყველაზე სტრუქტურულია, რადგან ის წარმოადგენს ეკონომიკური ინტერესების ფუნდამენტურ გადახაზვას და არა უბრალოდ დიპლომატიურ შეთანხმებას, რომელსაც მომავალში თეორიულად შეიძლება სხვა მთავრობებმა გააუქმონ. დარჩება თუ არა სხვა არაბული სახელმწიფოები ამ გზაზე ნამდვილად გაურკვეველია. რეგიონული დინამიკა ცვალებადია და თითოეული ქვეყნის გათვლა განსხვავებულია. მაგრამ არაბთა გაერთიანებული საამიროები აჩვენებს, რომ არსებობს გზა და ის მუშაობს. მოდის თავი არ მოვიტყუოთ. არაბთა გაერთიანებული საამიროები და ამერიკული დასავლური ღირებულებები უცებ არ გახდებიან საუკეთესო მეგობრები. ისინი ცდილობენ საუდის არაბეთის ჩამოგდებას. სინამდვილეში ასე არ არის, მაგრამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ოპეკთან გასვლა არის გეგმა, მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყურება, როცა არაბული სახელმწიფო არჩევანს აკეთებს. ეკონომიკური კეთილდღეობა, იდეოლოგიურ სოლიდარობაზე, მომავალი წარსულზე და ალიანსების საერთო ინტერესებზე დაფუძნებული და არა საერთო ცხენებზე. ჩვენ იმყოფებით ახლო აღმოსავლეთის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. ირანის ომი, ცეცხლის შეწყვეტა, ბირთვული მოლაპარაკებები, ჰორმუზის სრუტე. ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება. და შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ რეგიონი თავისუფალ ვარდნაშია და არავინ იცის სად დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ როცა ვუყურებ, რას აკეთებს ამ კვირაში არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქვეყანა, რომელიც ირანმა დაბომბა, რომელმაც ისრაელი პარტნიორად აირჩია მაშინ, როცა ეს პოპულარული არ იყო, რომელმაც უდაბნოსა და ამბიციისგან დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ეკონომიკა შექმნა. და რომელმაც ახლახან დატოვა 49 წლის ნავთობის კარტელი, რომელიც ნაწილობრივ სწორედ იმისთვის დაარსდა, რომ ისრაელის არსებობის უფლება დაესაჯა. მე ვხედავ ქვეყანას, რომელიც ზუსტად იცის საით მიდის. ქვეყანას, რომელმაც ძველი წესრიგი შეაფასა და გადაწყვიტა, რომ მას უკეთესი აქვს შესათავაზებელი და ახლა მზადაა თავისი სრული ეკონომიკური ძალა ამ გადაწყვეტილების უკან დააყენოს. ასე რომ რისი თქმა მინდა აქ? შვიად მეკითხებიან, შესაძლებელია თუ არა მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში. დაფიქრო გულთრთმელი პასუხია, რომ არა, უტოპიური გზით. არა მანამ, სანამ ის ისლამისტი გიჟების კონტროლქვეშაა. მაგრამ არსებობს უფრო მშვიდობიანი ეკონომიკების არჩევანი. ქვეყნებმა შეიძლება ერთად იმუშაონ და ომი ნაკლებად მომგებიანი გახადონ. არაბთა გაერთიანებული საამიროები შეიძლება ამის მაგალითი იყოს. და ამას ფრთხილად ვამბობ, რადგან თუ საბოლოოდ მისი იდეოლოგია მართლაც ისლამისტურ რწმენაშია დაფუძნებული, მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ ფასადია. მაგრამ მათ აჩვენეს, რომ ბევრად უფრო ჩვენს მხარეს არიან, ვიდრე თავიანთ ისლამისტ მეზობლებთან. და პასუხი, რომელსაც ისინი წერენ, არის ის, რომ არაბული ქვეყნები ყვავის მშენებლობით და არა შეიარაღებით, სხვა ქვეყნებთან პარტნიორობით და არა ბოიკოტით, მომავლისკენ სვლით და არა წარსულში ცხოვრებით. ეს იმსახურებს ყურადღებას და შეიძლება ამის მიმართ იმედიანებიც კი ვიყოთ. თუ ბოლო რამდენიმე თვეში ახალი ამბები გაგიხსნიათ, ყველაფერი რაც გინახავთ იყო ახლო აღმოსავლეთის თემები. ირანის ომი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და ასე შემდეგ. და შეიძლება გიკვირდებოდეთ, რატო ხდება ასე. პასუხი კი მარტივია.
ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიული მდებარეობა ნამდვილად აერთიანებს ყველა სხვა გეოპოლიტიკურ ფაქტორს, რაც მსოფლიოში ხდება. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სათაურები ეხება ნავთობს და ფინანსებს, ისინი ასევე ეხება ბევრად უფრო დიდ რამეს. ახლო აღმოსავლეთის მშვიდობიან ადგილად გადაქცევა მხოლოდ უტოპიური თეორია არ არის. ეს აუცილებელია მთელი მსოფლიოს ეკონომიკისთვის. და როცა წინ მივდივართ, უფრო და უფრო ვაცნობიერებთ, რომ საქმეა სწორი მოთამაშეების პოვნაში, მათთვის სწორი სტიმულების მიცემაში, რათა სცადონ და შექმნან ბევრად უფრო სტაბილური მსოფლიო. ცხადია, ისლამო-ტერორისტულ ორგანიზაციებთან ამას ვერ გააკეთებ, მაგრამ სხვა ქვეყნებთან, მაგალითად არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაძლოა ცვლილება მოდის. და ეს არის მაჩვენებელი იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალი. როდესაც ისრაელი თავს წარმოაჩენს არა მხოლოდ როგორც ებრაულ სახელმწიფოს, არამედ როგორც ეკონომიკურ სიმაგრეს, სტაბილურობის ადგილს, სადაც ვაჭრობა გამართულად მიმდინარეობს და ეკონომიკა შეიძლება აყვავდეს, იმაზე დაყრდნობით, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, ეს არის რაღაცა, რომელსაც გავრცელების პოტენციალი აქვს. მე არ ვარ იმედიანი უმიზეზოდ და კიდევ ერთხელ მე არ ვარ შეპყრობილი იმით, რომ ჩვენ უნდა ვენდოთ ისლამისტურ ქვეყნებს. არ ვფიქრობ, რომ ეს ალბათ ყველაზე გონიერი სტრატეგია. მაგრამ აღსანიშნავია, რომ როდესაც ქვეყნებს გარკვეული სტიმული აქვთ და ჩვენ შეგვიძლია ამაზე პასუხები მივაწოდოთ, მაშინ შეიძლება რაღაც შეიცვალოს. მე ირაკი ვარ და მომავალ ჯერზე ისევ ვნახავთ.